გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კლავ YouTube-ზეა, სრული შემადგენლობით და სიახლით. აბა? აი. ზარი. Ring for beer. ხო. არის ეს არის ზარი, რომელიც იძახებს ლუდს. ხო. მე რატო დავაჭირი რატო არ გამოიძახა? იმიტომ რომ ჯერ ძალაში არ შესულა. ესე ჯადოსნური ზარი. არაფერი ჯადოსნური, ძალიან მარტივი, პრაქტიკული ზარია, სპონსორთან არის კავშირში. მიერთებული სპონსორი. ახალი მიერთება გვაქვს სპონსორთან და ამ ზარის მეშვეობით ნებისმიერ დროს ნებისმიერ ჩვენგანს არა, ერთ ჩვენგანს შეუძლია რომ ნებისმიერ დროს გაწყვიტოს მსჯელობა, გააჩეროს გადაცემის მსვლელობა და გამოიძახოს ლუდი. იმ წუთში შემოვა 4 ლუდი და ოღონდ არა. ჯერ არა, ეხა იქნება კონკლავი. ეხა უნდა ავირჩიოთ ის ადამიანი, ვინც გამოიძახებს. ყოველ გადაცემაში სხვადასხვა ადამიანი იქნება. და ეს ადამიანი იქნება გიორგი ჯანელიძე. აუ რა სუდად დავიწყე. მოიტა. ამისთვის ზარი არის გლოვა. ხო არ ზარს ყოს მნიშვნელობა. ესე ჩამოხროს. ჩამოუკრა უბედურების ზარმა არის აი ეს ზარია გამაგისტრი. როგორ ახარ დათ? ეხა როგორ? კარგად. რაკებით ის ჩამოხვედი თუ ისევ ასული ხარ overweight-ებში ქვემოთ იმაში. ხო. ეხა ვარ წყალს სვამ. ხო ბავშვები რა თამაშობ, მოგეთ წყალს რო სვამს რაღაცა. ქვას რო ჩააგდებს ზოლზე რომ მოხდა. ხანიკით ვარ, ხანაკეთ ვარ, ხანიკით ვარ, სუ არ ვეუბნები. ძალიან ძველი თამაში გაიგე. ძალიან ძველი თამაშია და უბრალოდ გამოთქმა არის რომ თუ აი საკამათოა და ხაზზეა, ხომ არ წყალს სვამს კი. წყალს სვამს. რატო ქვია წყალს სვამს არ ვიცი. მე არ ვიცი. არც მე არ ვიცი. ხო და ნუ ხმარო მაგ ტერმინს აღარ არის, ძალიან ბებერი ჩანხარ. ისედაც და მაგ ტერმინიც. ახალგაზრდა მაყურებელს ნუ გვიკარგავ. არა, პირიქით, ახალგაზრდა მაყურებელმა უნდა ისწავლოს, საიდან მოვდივართ, უნდა იცოდეს. რო თუ თამაშებში რაღაცა საზღვარზე რო იყო, ერქვა წყალს სვამს. აი ეს. რომ ლახტში არის ეგა? იგი ეხა რომ ასე გადმოვიტანე ჩემი წონიდან აქცენტით ძველ თამაშს. ხო და ანუ ზუსტად შუაში ხარ სუპერ ზემძიმეებში და იმე. ანუ ერთ დღეს აქეთ ვარ, ერთ დღეს იქით ვარ, 4-ის მერე სუკანი ჭარბწონიანი, სუკანი ჭარბწონიანი. შენ რა შვები გიორგი, სულ რო დათოს ამბებს უსმენთ ხოლმე. რა მიმართულება გაინტერესებს? აი ცხოვრებაში რო არ იწონები ვიცი. როგორ არ ვიწონებ? რამდენი ხარ? 77 კი. ეს სტაბილურად იწონები და სულ 60 რაღაც იწონები. ახლა 78. ანუ შენ ყოფილა შემთხვევაში 76-იც არის ბობი. შენ წყალს სვამ, ანუ შეიძლება ხან 17 ხარ. BMI ინდექსი რამდენი? რო არ ეზარება ე. BMI ინდექსი არა აქვს. არ მოუციათ. ველოდებით. სადღაც შეტანილი მაქვს საბუთები. 14-15 რო ვიყო, ხო. იქნები იმაში. ლიდერებში. პარიზში რო ისინი დებს ხო იცი? პლატინა ირიდიუმის შენადნობიდან. შენ overweight ხარ? არა. არა, ეს არის იმაში მაინც ვარ, მაგრამ არის ეტალონი. ეტალონი არა ვარ. მაგრამ ნორმაში ვარ. მეტრის ეტალონი არის პლატინა ირიდიუმის კილოგრამის თუ რაღაც აღარ მახსოვს რისი არის. რაღაცა აი მახსოვს რომ ფიზიკის სიგნალს მახსოვს მე. შენადნობისგან გაკეთებულია მეტრის და კილოგრამის ეტალონი. ორივე ყოფილა, კარგი. არე რახან ფიზიკაში ესე გარკვეულ. დიახ. გუშინ რო შუქი წავიდა საფრანგეთში. საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, რაღაცა ქვეყანა. დანია ნამეტანია. ისაო. არა, დანიაც იყო. ატმოსფერულ მოვლენას რო აბრალებენ ხელისუფლებები, მაგაზე რას ფიქრობ როგორც ფიზიკოს. ხო, ეთქვა ქარი იყო, მანტიორმა ფეხი წამოკრა და გამოძურა მთავარი შტემსი. ევროპის მთავარი შტემსი. ამ 4 ქვეყნის რუბილნიკ. გამოძურა იქ. სხვა შეიძლება და მაგნიტური ქარიშხალ შეიძლება და რა ესე. შეიძლება და მაგნიტური ქარიშხალი და მაგნიტური ქარიშხალი და წამოკრა ფეხი. მაგნიტური ქარიშხალის გამო. და გამოძურა ნისლი. თავარი შტემსი. ნისლი ვერ დაინახა. მოდიოდა ხელებზე და წამოკრა ფეხი და გამო. ყველაფერი შეიძლება. ნებისმიერ სტიქიურ წვიმა. იცი რა დაგაკვირდი ახლა პლატინა ირიდიუმზე უფრო მომეწონი. არ ვიცი, მე ეს რა ქვია. ეს ვერსია მოგწონს. ეს ვერსია აქ და თუ გინდა აიღე, იაფად.
შენ რო კითხავენ, ამას ეტყვი და ეტყვი რომ აბაძე მითხრა და დანარჩენს მე მივიღებ დიდებას ასაი. შენ გამომზრალი ხარ ჩათვალე უკვე. მიჩვენია ოფიციალური მადრიდის ვერსია. რა იყო ოფიციალურად მადრიდმა? იშვიათი იყო წყალში ვიდეოთო კაცო. გამოძიებას დაველოდოთ, მაგრამ იშვიათი ატმოსფერული. და ვერ იძახიან ამ იშვიათად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე? რა იყო ესეთი იშვიათი ატმოსფერული მოვლენა? ვაკუუმმა დაისადგურა? ერთი წამით 100 წელზე მეტია ელექტროენერგია არ იყო ქვეყანაში და 120 წლის წინ მომხდარა, მაგრამ მაშინ ელექტროენერგია არ იყო და ვერ შეამჩნიეს. შეიძლება 90-იანებში ჩვენ რაღაცებს ვაბრულებთ. იშვიათი მე. ხო, მეცხრე ბლოკი კი არის, იშვიათი. მეცხრე. იშვიათი, ოღონ ჩვენთან უფრო ხშირად ის. ხო, ეს იშვიათი. ხო არის, რომ აი ყოველ საღამოს თემ სოფლიოში იშვიათად ხდება, მაგრამ აი ჩვენთან თვითონ ადგილია. ანომალიური ადგილია, სადღაც რუსთა გარდაბანთან და იშვიათი მოვლენა. ხშირად იშავდა. გარდაბანს იშვიათი მოვლენაც არ უხდება რა ატმოსფერო. გარდაბანი არის, გარდაბანი. სტუმრად მყავდა. ბიჭო, ასე. ეხა მოდი პოლემიკაში შევა. სამტრედი არის, სამტრედია. სამტრედია, მაგრამ გარდაბანი არ არის. გაიგე, აი ამაშია უნიკალური გარდაბნობა. რა გინდოდა ეხა რა გიყვანა? სამტრედი აი არ მე არის. რაში შევყევი. მოდი ფიზიკაზე დაბრუნდე ჯობია, ვიდრე გარდაბნის გარდაბანის ფიზიკა. ხატრულ აღწერა. შენ რა ვერსია გაქვს? შენ ხო ფიზიკოსი? შენ ხო ფიზიკა. ამისი არ მოესწო. ეხა თაობაზე გადავი. იმას ძალიან მე მახსოვს ფეხი წამოკრა. სომხეთში რო ინტერვიუ გაიჩი მახსოვს? კი. ვიღაც მოხუცმა ხალმა რო გადაჭრა. ბარით. ბარით. ხო. აი რაღაც ეგეთი მგონია. ხო, მაგრამ პორტუგალიაში და იმაში ერთდროულად როგორ გაიწევს? პორტუგალიას ეხა გადაყვანილი ყავს. უდენობები რო იყო 43-ში. მაგათმა გადაჭიმეს, მე მახსოვს კაცო. რა უდენობები იყო 43-ში? რა უდენობები იყო? ფაშისტური უდენობები. საერთოდ ტორმუზია. ფაშისტური გაფიშველი. მაშინ იშვიათი არ იყო. ხშირად ხდებოდა, ოღონდ ფაშისტური გათიშვები. ითიშავდნენ რომ არ დაებომბათ ღამღამობით და მე დილას ანაღდგებოდა მაგ დროს გადაიყვანა პორტუგალიამ თქვენ თუ გათიშული გაქვთო ჩვენ ჩავთვალთ ამ დროსო სანამ ჯონ YouTube-მაც დაგხურა, მოდი გადავიდეთ ახალ ამბებზე და ერთი კითხვა მაქვს. დიახ, ფილმი რო ვახსენეთ. ჩვენი ფილმი ვახსენეთ. მაგაზე რა ხდება? რა ხდება ფილმზე? ფილმზე არ იცოდით ეგა 19-ში პრემიერა გვაქვს. კაი. არ მithქვამს თქვენთვის? თუ იშვიათი კიდე კაი მოხდა მიხდეთ, თორე მარტო მე თუ ვიქნებ. იშვიათი ატმოსფერული მოვლენა მოხდა, მაინც იქნება? რომც მოხდეს, მაინც იქნება. მოკლედ, ხო, 18-ში 18 მაისს. რომელ 18-ში. ივნისაც აქვს 18. 18-ით. ყველა თვე არის 18-ით. 18 ივნისი რო იყოს. არ არის რომ 18-ით არის. 18 ივნისი რო იყოს. რასაც ვერ ვიტყვი 29-ზე. 29 და 31. ხო. 29-ს ყველა თვესაა. ხო. მაგრამ რაღაცა. ხო და რაო? არაფერი. არაცალეთ ადამიანს არაცალეთ. დათო უფრო დაალაგებულად იტყვის. 18 მაისს არის პრემიერა. კი ბატონო. მერე ჩატარდება ორი ჩვენება. მარტო უკვდავ ადამიანებს შეუძლიათ და რჩეულებს მოსვლა? არა. ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლებათ ეს გადაცემა რომ დამთავრდება. გადასკუპდნენ უცებ TKT-ზე და შეიძინონ პრემიერის ბილეთები. სად არის პრემიერა? აქვე მინდა დავზინო, რომ ეს ფილმი ყველა სერია დაიდება ისედაც YouTube-ზე. მაგრამ YouTube-ზე იქნება წითელი ხალიჩა და მიიღება ხალხის და ერთი. YouTube-ზე იქნება, რომ გამოვიდეს ჩანელზე და ესეთები ილაპარაკოს, არ იქნება. YouTube-ზე იქნება რაღაცობები, რომელსაც ვამზადებთ, არ იქნება. შეიძლება არც აქ იყოს, მაგრამ YouTube-ზე ნახდათ. არა, აქ იქნება. თან YouTube-ზე ამ სერიებს უნდა ელოდო კვირაში ერთი სერიის დადებას. აქ მოხვალ 3-ვეს ნახავ. სად არის ეს პრემიერა? სადა? ხო.
სადაც ლაივები გვაქვს ხოლმე სარალიძის ცენტრში, სარალიძის დარბაზში. 18-ში იქნება 2 სეანსი. 2 სეანსი. ვა, 2 სეანსი არ გქონია არაფრის ჩვენ. ეხლა გვექნება. საღამოს იქნება 2 სეანსი. ერთი უკვე. ეხლა რატო არ ვამბობთ დროს მაშინ ეს თქვა? იმიტომ რომ არ ვიცი რამხელა გამოვა. ფილმი. ვახოს არ დაუდანები. და ხუთშაბათს გეცოდინება? ვახო, ხუთშაბათს გეცოდინება? ანუ ბილეთებს იყიდით და მე მოგივათ მესიჯი რომელ საათზე უნდა მოხდეს. ხუთშაბათს გემოცა 18-მდე დავამონტაჟოს კაც. პრემიერაზე რაც იქნება YouTube-ზეც იგივე დაიდება? იგივე, ოღონ უფრო შელამაზებული, იმიტომ რომ იქ ხალხი რომ ნახავს რომ რაღაცა ცუდია, შეიძლება გითხრას რომ მეგობრებო, ეს როგორ გაგეპარა. იკადრეთ. და იმას ამოჭრით და იმას ნახავთ კლიპში. და რამდენ ხანში დაიდება YouTube-ზე? YouTube-ზე ერთ კვირაში დაიდება. ეს 3 სერიად 3 კვირა? 3 სერიად. ცალ. გავჭიმავთ არის 720 თუ 300. არა, 10 Full HD. Full HD იქნება YouTube-ზე? YouTube-ზე Full HD. აბა იქ ვინ? შეგიძლიათ აჩქაროთ. იქ 4K. 2K ხო? 4K. 4K იქნება. ანუ YouTube-ზე რა. 4K-ში ჯერელა кай ხანი არ გინდა. სარალიძის ცენტრში არის ეკრანი შესაბამისი? ეხლა არ არის, მაგრამ მოველაპარაკეთ ეკრანის მესვეულებს. სანამ ვახო და ამონტაჟებს. იტანეთ და დაამონტაჟებენ და არის. მოკლედ პრემიერამდე იქნება წითელი ხალიჩა ეგრეთ წოდებული, სადაც ვილაპარაკებთ, რაღაცებს მოუყვებით, სანამ ფილმის ჩვენება დაიწყება, რაღაცა ისტორიებსაც მოუყვებით, როგორ ხდებოდა, რა ხდებოდა, როგორ გადავიღეთ, მე ამ ფილმს ვნახავთ. აგრეთვე შეგიძლიათ აქ თუ მომბრძანდებით, მიირთვათ ჰოტდოგები, ლუდები, ახალი ჩვენი სპონსორი და სხვა სპონსორებიც რაღაც თავიანთ აქტივობებს და კუთხეებს წარმოადგენენ. კითხვა მაქვს. ტორტი გაიჭრება? რა კაი კითხვა? ბიჭო, ამ პრემიერას რომ მიგეგმავ. ტორტი გაიჭრება? პრემიერებზე არის ხოლმე ტორტი? პრემიერებზე არის ტორტი? მე არ მინახია პრემიერებზე ტორტი. არ შეიძლება? ეგ დაბადების დღეა. და მაშინ პატარა ტორტი. ნაპოლეონი რო გავჭრა. შინაურები. ნაპოლეონი, შენ მაგთავობის კაცი ხარ, ნაპოლეონი და მე ვიარ. არა, კუბდარის კაცი არა. ტორტი არ გაიჭრება, მაგრამ თქვენი ტორტი ჩემოსვლა შეიძლება. კაი, ნიუსებზე გადავიდეთ. ახალი ამბები რო დავიწყოთ, პირველი არის ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვაზე, სადაც სოფლის ლიდერები შეიკრიბნენ, ზელენსკი და ტრამპი შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან უცნაური შეხვედრა იყო, ანუ ვიზუალურად უცნაური, თორე ძალიან ახლო ისხდნენ რაღაცა. ძალიან უცნაურად გილას. რაღაცა რო იმას ეკნათ. შაურმა რო ეჭიროს ეხა ორივეს, აი რაღაცა ეგეთი შეხვედრა იყო. მოобще არ უხდება მე. არა, რატო აი ესე წინ გადაწეული რო არ დაეწვეთოს რო. არა, ის სამარხოდ გააკეთე. და თან რაღაცა კუთხე იყო, რომ ეს ამ სკამზე ვიღაც კარდინალები ისხდნენ, იმიტომ რომ მე ის დაბნეული კარდინალები ჩანდნენ, რომ აქეთ იდგნენ. და ესენი ესე ლაპარაკობდნენ. ახსარების იმას გავს რაღაც. ხო, ეგეც. არა, ამათ სხვანაირად აქვს ეგ ახსარების საბავშვო. ხო, ის რომ მოაშორო. ჯერ პაპი დაკრძალული არ არის, ხო ამ დროს? არა, ხო და შეიძლება ნარც თამაშობდნენ. არა. დასავლეთ საქართველოში, როცა დაკრძალული არ არის, ორი კაცი ესე თუ დაждდება, აუცილებლად ისინი ნარც ხო და თამაშობდნენ. ნარდი იკტეხავ და ბრმა ნარდს თამაში. ზეპერი ნარდი. ზელენსკი. და ეხლა რა მომენტია, იცი მან გააგორა ზელენსკი, კაი კაცო ეს ტრამპი. არა, ესე უნდა დავი და ესე უნდა დავზე ვერ გამოგხვებიო, ეუბნება ზელენსკი. იმაზე ხوار ლაპარაკობენ, აი. შენ არ გინდა თევზზე მეწავალ. შეიძლება. შეიძლება წინას იხილავენ, რომ ეს იცახის, რომ ნის პრავიდლივი ხელი მომხვდაო. ეს იცახის. იქა კაბინეტში. იმ ვენსო მე თვითონ რო დედას ვტირებ. დაველაპარაკე. დაველაპარაკე. მოგიტრევ აქ. ან იმას ეუბნება, რომ აი ეს პიჯაკი დავითრია და ნახე თუ გევასება. პიჯაკი ხო ეცვა რაღაცნაირი. კი, ის იყო, სხვათა შორის დრესკოდი იყო და ყველა იყო შავებში, მარტო ტრამპს ეცვა ლურჯი. ხო არ ქონდა. ტრამპი ცნაური კაცია. შეიძლება კიდე რა იყო, იცი? ეს კამები რკინის არის? აი თქვენ მიდის რა. შენობა ქვის არის. ამ შენობაში ხო ნამყოფი ხარ?
კი. რა შენობა? წმინდა პეტრეს ტაძარი. ვატიკანში ისე. რა ადგილია? კუთხე. აი რო შედიხარ ხელმარცხნე. ეხლა ესენ რა მაინტერესებს ესენ რო ჩავიდნენ ფული დაწერეს პაპზე აბზე იწერება ფული. კი, თან სხვადასხვა თან მან ხოჭი რა ძნელი დასაწერია, იმიტომ რომ სხვადასხვა ვალუტაში იწერება რა. რა ფულია? ვიღაც არგენტინელი ჩამოვიდა პესო დაწერა, ვიღაცა ეს ჩამოვიდა დოლარი, იმან გრივნა. ვატიკანის მთავარი შემოსავალი იცი რა არის ბიუჯეტში? ეს არა კელეხს ხარჯი. შემოწირულობელი არის მთავარი. ხო, ინდუსტრია არა აქვს განვითარებული. სხვა შორის ეს არის ინვესტორები არიან. ვატიკანი რაღაც ინვესტიციებს აკეთებს სხვადასხვა ბიზნესში. რაში? ეფლის ახალ იმაში რა, ხელოვნურ ინტელექტში. არ გამოვრიცხავ, რომ კონდეს თქვა ეფლის რაღაცა აქციები ნაკრეთი. რაზე ვაპარაკ? კაი, გადავიდეთ შემდეგ ახალ ამბავზე. საქართველოში განხილვის საგანი გახდა ასევე ტრამპის ხელის დაქმნევა. და იყო თუ არა ის მიმართული საქართველოს იქ რო ჩაუარა საქართველოს პრეზიდენტს, აი ახლა კადრში ჩანს. იქით დაუქნია ვიღაცას ხელი და ბიჭო, ხო, იქით დაიქნია, იმიტომ რომ ისიც უქნევდა. ნახე, ხალბატონი არის, ტელეფონით იღებს და ისიც უქნევს მე ხელს. აი? და ვინ არის ეგ ხალბატონი? კრაში. ტრამპის კრაშია? რა ვიცი, რა ვიცი და ის ნახე როგორ უღებს ისა სამხედრო ხო. ხო და მოკლედ როგორც ყოველთვის ჩვენი ქვეყანა ორად გაიყო და ერთი ნახევარი იძახდა რომ ჩვენ პრეზიდენტს დაუქნია, მეორე ნახევარი იძახდა ჩვენ პრეზიდენტს თუ დაუქნია, იმასაც დაექნია ხელი რაღაც. ის აი თავი დაუქნია ჩვენმა პრეზიდენტს. თავი, ამან ხელი. ვერაკადრა ხელის დაქმნება და თავი დაუქნია. კარგია. ბიჭო, მართლა ამასაცვია ლურჯი. და იმას ნაცრისფერი. ის ეხა ფორმა ეგეთია და ეთყობა არ შეიძლება რა ვერ გააშავება. ანუ ამით ხაზი გავუსვარ, დიდად არ გლობს. აი როგორც მეზობელი რომ მოგიხვდება რომ ხშირი მისვლა არ ქონდა. მაგრამ სხვადასხვა რა განწყობა არის, იცი რა? მელანია საკმაოდ ისე არის სულ ჩამებში. მელანია როგორი განწყობა არის, იცი? დაისვენა საწყალმა. რაღაც ასაკის მე რა. შემდეგი ახალი ამბავი არის თბილისში ხელოსანმა წყლის მილი გაზის მილს დააერთა. აჰა. და გაზიერი წყალი მოდის. სამეზობლო გარის გარშე დატოვა, მაგრამ შენი ვერსია აღკარად უკეთესი იყო. გაზიერი წყალი რომ მოდის. ბიჭო, ესე იგი დაიცადე გაზის მილში გაუშვა წყალი? ხო. წყლის მილში გაზი ხო, არ ვიცი. მაგრამ მეორე მხრივ ნახე გაზის მილში წყალს რო უშვებ, უფრო მეც გახტევიებ. იმიტომ რომ კუბომეტრი წყალი უფრო ნაკლები იღებს, ვიდრე კუბომეტრი გაზი. და უფრო მეც ზარალობ, იმიტომ რომ ფუჭდება ყველაფერი. ხო, და გასკური. იქით რო უშვებ წყლის მაგრად გაზს. არაფერი შეხვა ტუალეტში გააკეთებ იმ საჭმელს. მაგრამ აღიეცხება. და მან ასანტიუნა პიცა და ბუთხა. და გამოცვალ. კი არ ჩარეს. კრემატორიუმ. ასანსა იღებ და დააჭერს. მე პეპს მოაბნე იმ ტერიტორიას, სადაც დაიბარა საწყალმა. იმ კაბაბმა. ყოფილმა კაბაბმა. შემდეგი ნიუსი იწყება ძალიან ისე მაგრა რა. გვინეთ პელტროუ, ხო იცი გვინეთ პელტროუ? გვინეთ პელტროუ, სახიობი. კი, გვინეთ პელტროუ მკაცრი დიეტის შემდეგ ჩვეულებრივ კვებას დაუბრუნდა. ესეთი ნიუსი, მაგრამ რო ჩაუღრმავდები ამ ნიუსს, აღმოჩნდა რომ მამამის რაღაც პრობლემები ჰქონდა, აი ესეც ეთყობა ამ პრობლემებშიც გამო რაღაცნაირად დაკომპლექსდა და გადაწყვიტა რომ პალეოდიეტა, ხო, ესე ქვია. პალეოდიეტა გაეკეთებინა, პალეოდიეტა თურმე იგულისხმება, რომ რასაც პალეონტოლოგიური დიეტა, გადაშენებული ცხოველების ჭამა. ნარჩენებით იკვებება. არა არის ეგ. პალეოდიეტა არის, რომ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობს შენი წინაპრები ცხოვრობენ, მეზოზაურის რასაც ის რითიც ისინი იკვებებოდნენ, ისინი უნდა ჭამოდა ახალი ჩამოტანი. მაგალითად, ბაბუაშენ ბანანით ხო არ იკვებებოდა, ამიტომ ბანანს ვიღე. არა თუ იკვებებოდა, არ იცოდა მისი არსებობა. ხო და ამიტომ იღებ ამ ბანანს. ეჭვმა ანანასზეც იგივე იქნებოდა. ამასაც იღებ. არა, ადგილზე არა, ანუ
ხო? მე ესე იგი სხვა დიეტაა, მე რასაც ვიძახი, კაი. ამასაც რაღაცა გვია, ამ დიეტას ვიცი არსებობს, ხო? იმ დიეტა შენაც გვქვია სიღარიბე. რასაც ესე. არა, ეს დიეტა კარგია. მოაჭერ წარაკ ნაჭამი. ბანანი და ბანანი და მერსედესი ვერ მომიტა ნაგერ მიახური ჭამე რამდენიც გინდა. პალეო დიეტა დამყარებულია ისეთ იდეაზე, რომ თუ ადამიანი იკვებება ისე, როგორც მისი წინაპრები. წინაპრები. ანუ ბანანი ხა ძველი ადამიანს უჭამდა, მაიმუნიც ჭამს ბანანს. მაგ წინაპრებზე ვლაპარაკობ? კი ბატონო. და ხელით უნდა ჭამ. მოკლედ, ბევრი თევზი, ბოსნეული ბრინჯი, არანაირი რძის პროდუქტი, არ ვიცი რატო არ შედის, შაქარი და ასე შემდეგ. აკაცნია, რომელ ეტაპზე იხევ უკან. რამდენად პალეო. რამდენად ისახარო. წინაპრებში ხო და მოკლედ ზროხის მოშინაურებამდე თუ დაიხიე, ხვეთს უნდა დაემშვიდო. არა, ხო და არს რო დაუბრუნდეთ ნიუსის და ამ დიეტაზე იყო, მეთქობა მე შეწუხდა. და დაუბრუნდა ისევ ნელ-ნელა უბრუნდება და უკვე ფილმებშიც უკვე ფიქრობს რაღაცა ფილმში გამოჩნდებაო მალე. და აქამდე არ იყო. ბიჭო, მაგარი მოტეხილია. მაგან დიეტა რემონტიც მოძველებულია საქმეში თუ და ეგეც პალეო რემონტი გააკეთა. წინაპარი როგორც ცხოვრობდა. აი ხო ევრო რემონტი თეთრი კარკასი. ეს არის პალეო. ბებია ჩემის სახლში იყო ეგეთი გასკურა რა. აი შეძლებული ბებია კი ყოლინა. თქვენ ალბათ ბანანიც გქონდათ. ეს ხელში რა უჭირავს? ნიორი თუ პრასი? პრასი. პრასი? ხო, პრასი გვაქვს, მაგას იძახი. არა. თავგამიროა მთელი ოჯახი და პატარა. თავგამიდია ბიჭო. ხო დიდი უჭირავს. არა. ბოლქვი არის ძალიან დიდი. ბოლქვი მოჭრილი. ეს ის არის პატარა ბოლქვიანი თარგამი. უკან რო მცენარე მოჩანს. ეგ არის კამიში, რა ვიცი, ლელქაში. ნეტა მაგასაც ჭამს თუ სილამაზის გულით. არა, ეს არა. ხო, ბებიამის თუ ჭამდა ალბათ ესეც. აწყვიტავს პერიოდს. ეს არის სნეკი არის. და ლეპტოპიც არა აქვს ძვირიანი, ცოტა. გამაიმუნეს ამხელა ქალბატონი გვინეტი. გვინეტი, სადა უსახელია გვინეტი. გვინეტი კარგი მსახიობია და კარგი გოგოა. არ ვიცი ესე ოჯახში როგორია და როგორი ჭამელია არ ვიცი. მაგრამ მსახიობი კარგი. არა, ფაქტია. შემდეგი ახალი ამბავი არის იაპონიიდან. კავასაკი გახსოვთ? კავასაკი როგორ არა? კარგ მოტოციკლეტებს უშვებს. კავასაკიმ გამოუშვა ხო, გამოუშვა ესეთი რობოტი ცხენი კორლეო ესე დაარქვეს და ფიქრობენ რომ ეს არის ერთ-ერთი მომავალი ეტაპი აი ამ გადაადგილების საშუალების ამან უნდა ჩაანაცვლოს აი კვადროციკლები და მთაში და რთულ ადგილებში სასიარულო. ამაგარი რა ბიჭო, ძალიან საშიში. ანუ პროტოტიპი და რაღაცებზე მუშაობენ, მაგრამ დაანონსა რომ რაღაცა წელიც ეწერა, რომელიც წელს გამოუშვა. ანუ ეს ნამდვილია. 2050-ში გამოუშვება. ეს ახლა ის არის. ეს რენდერია. ხო, მულტფილმია. თუმცა Boston Robotics-ის ვიდეოები თუ ნანახი გაქვს, თავისუფლად შეიძლება რომ ეს ძალიან მალე ამაზე ადამიანი დაჯდეს. ხო, ადამიანი არ ცხენი რა. კაცო, ადამიანი რა მაგ დროისთვის რობოტი შეგიძლია იყიდე და დაასვა მაგას და ირმევ ჭენს მაგერად. წამოწეგი შენ და უყურე. ამაზე რომ რობოტს ვამბობ. ესო შეუყვე. მეგოწები რა მაღაზიაში რო გაყვიდე. ესო შეუყვეთო და ბაკურიანში სამთარში დააყენო. აბაცა პარკში წრეზე რა არის? ხუთი ლარი. გააკეთებ პატარა. ხო, ეს უკვე შეგიძლია იქაც დააყენო, სადაც კვადროციკლებია და პარკში სადაც ცხენები. ხო, ორივეზე იმუშავე. ცოტა წაუსმევი მცხენის განავალს, რომ იქად არ გამოგდენონ იმათ. რო არ ამოვარდეს ერთ კონტექსტით. Rolls-Royce-მა ჭადრაკი გამოუშვა. და რა თქმა უნდა ძალიან ძვირიანი ჭადრაკია მიხვდებოდით ალბათ და რაღაც პეჩეკვეთით არის 13 ფერშია და შეგიძლია რომ აარჩიო როგორ გააკეთო. და ნუ დიზაინიც აგერ ხვდებით რომ რაღაცა Rolls-Royce-ურია. ხო, ის არის რა. არ ვიცი ეს რა Rolls-Royce-ის თვის გამოუშვეს და რომელიღაც მოდელს მოყვება თუ ცალკე ჭადრაკად შეგიძლია რომ შეიძინო. შენ ხო თამაშობ ხოლმე. გიგას ვკითხოთ ეს არის ჭადრაკის დიდოსტატი. და რა მე ჩვეულებრივი ჭადრაკი ვიცი. ნოვშესტი. ეს როგორ გიხსნის ჩვეულებრივი ჭადრაკი. ის უხდება ადინაცატის. ადინაცატი მაქვს მე და
ცოტა ის ცხენი არის მოჭატლახებული. მაგალითი კიბოეგარი ცხენი. აი მას არ უყუჭდება რა ესეთი. ამას ცხენი არ უყუჭდება. დაფაც არ არის საერთოდ ეს მდგრადს არ გავს, ესე არის. არა, მდგრადი იქნება. მდგრადი იქნება, უბრალოდ ისეთი თუ კარგად ცეცხლში. დიზაინი არის სპეციალური. როგორც Rolls-Royce-ის კარები იღება, ისე იხსნება ის ჩასაბერი. ო, იმას ხო ესე ეხსნება. და ესეც რაღაც. ესე იღება. თითი რომ მოგხოს და გეთვის დრო. გაგისივდება. და მე გასიებული ვეღარ იღებ იმ ხო, დედო. და მე ესე იღებ რა მთითეს. ან ეს იართმევ ხელს ხელოსანივით რა მანქანის. აუ რა, აი რა თუნდა და მალე ხო შეიძლება იყოს Rolls-Royce მას სოსისი გამოუშვა. Rolls-Royce-ის რძიანი. იო რატომაც არა. შედიხარ ნიკორაში და Rolls-Royce-ის რძიანი მომეცით. არა. და იქ რაღაც Rolls-Royce-ის და მაგრამ კაი, ეგ კიდე ის არის, საერთელი არის და აი თამაშებს თუ მეყვა რა. ან მერქოლ რო წავიდეს. ისა სახტუნაო. კი, ნარდი. Rolls-Royce-ის კამათლები დამეკარგა და ხო არა გდია. დომინო არის ყველაზე. Rolls-Royce არ უხდება დომინო რა. 7 ქვა. ბავშვები რო თამაშობენ ეზოში. Rolls-Royce. თამაშობენ და ეგ შენ დროს იყო. Rolls-Royce-ის ლაგატკა. ლაგატკა. როგორ გადიშოვდა რაღაც. Rolls-Royce უტევს მაგრამ. მაგარი რა ვიცი, ერთი ფიგურა რო დაიკარგოს და ხო ძალიან ძვირია. ნებილობით როა ჩანაცვლი. სახურავით ერლა. არა, ასანდის კოლობი. გაზიანი წყალის სახურავი. აი ამ კომპლექტით ეგეთი ნარდით მითამაში. არა და რა ხარ Rolls-Royce-ის არის ელიავაზე რომ მიდიხარ რომ გააკეთებინო რამის ხო არ წავა, რამის ჭადრა, Opel-ის ჭადრა ის ხო არ წავა. ამის ფასად კარი უნდა. მოგივა ნებისმიერი მანქანა და 100,000 ჭადრაკი. 100,000 ადინაცატის ჭადრაკი. კი, ზუსტად. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე, ეს იყო ახალი ამბები დღეისათვის. გადავიდეთ ძალიან. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ეკა გეგეშიძე. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია რომ მომიწევთ. როგორ წარგადგინოთ, როგორც გიორგის გუნდელი? გიორგის ყოფილი გუნდელი, მაგრამ ყოფილი გუნდელები არ არსებობენ. არა, ერთხელ თუ გუნდელი. აბა რა. რასადროდის არსებობენ თუ ცოცხალია ეს ადამიანი. რასადროდის. მოდი დავაკონკრეტოთ, რომ რასადროდის ის გუნდელია და კალთან გამოდურთის. კალადმურთის მე. გინდათ გიორგის თანაგუნდელი კლუბში რასადროდის, გნებავთ გიდი, გნებავთ უბრალოდ ჩემ პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე. აი თქვენ როგორც გაგიხართ. გიორგის ყოფილი გუნდელი აღმოსავლეთმცოდნე. 10 გიდი. ეკა გეგეშიძე. 10 გიდი. ანუ ამჟამად გიდი. 10 გიდი. დავიწყოთ გიდობით. კი ბატონო. თბილისში გაქვთ ტურები თუ მთელ საქართველოში? არა, მთელ საქართველოში. თუ ვატიკანშიც ეს ხა აქტუალურია. ვატიკანში ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი ტურს, მაგრამ ნუ არ შეიძლება. რატო არ შეიძლება? არ შეიძლება განა, იმიტომ რომ ვატიკანში ტური არ ტარდება. ან უნდა იყო იტალიის მოქალაქე და უნდა გქონდეს შესაბამისი ლიცენზია და ნებართვა, ან ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც გააქვს შესაბამისი ნებართვა და კვალიფიკაცია. უბრალოდ შარლატანი თუ ხარ. აი, უბრალოდ შარლატანი ტირაზე ალაპარაკი. აი ამ სტატუსით შეიძლება. როგორ არა, დაგაჯერეთ. არ ვატყუოთ მოქალაქეებს. შარლატანის ტურზე ვის გინდა? მოვლენს აი შვეიცარიელები მოვლენ ის გვარდიელები. ძალიან თავაზიანად, კი. ძალიან თავაზიანად მიგაბრძანებენ ვატიკანის ტერიტორიიდან. გარედან რო ვიძახო, აი დააკვირდით იმ პანჯრებს. დიდი კიბე დავიჭერდო ყვა. ყველაფერი შეიძლება, დიახ. ქართველების ტური გაქვთ თუ უცხოელების? უცხოელების. ანუ ჩვენთან ჩამოსული სტუმრების ტურისტების. ეხლა მაგ ძალიან ისეთი ქართული შეკითხვა. აბა. რაღაცებს ავატყუებთ, არაბუქებთ. ხანდახან შეიძლება რაღაცა გავაზვიადო. ხანდახან. მაგალითად, იცით რა, გავაზვიადებ ისეთ რაღაცას, რისი გადამოწმებაც Google-ში არ შეიძლება. რო უცებ იმ წუთში რაღაცა არ ნახონ და რა მე არ გამოვჩდე, რაც მატყუ არა, შარლატანი, ბლიდი და ეგეთ რაღაც. ოღონდ ძალიან იშვიათია. მაგალითად
ჩვენც რო ვიცოდეთ რა. მაგალითად ვიტყვით სიტყვაზე, აი თამარ მეფეზე ვიტყვი, რომ იყო ენით აუწერელი სილამაზის. და ამაზე მეტყველებენ ყველა აღმოსავლური წყაროები. წავიდეს და ერთად ძველ სპარსულად წაიკითხოს, აბა რა წერია? პაუნელმა ხო? ხო, აბა რა. ან ვიტყვი არ რომ გონია რომ ძველ სპარსულ წყაროებში ეწევს რომ საქართველოს მეფე იყო ძალიან უშნო. იცით რა? ასეთ ორიენტში არ ეწერა. აი ვიღაცა ისტორიკოსები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სხვა შორის ძალიან ისეთი ობიექტურობით, ძველი ისტორიკოსები რა, გარეგნობაზე წერდნენ. აბა პიპინ მოკლეს, ვინ დაარქვა პიპინ მოკლე? ფილიპე ლამაზი და ასე შემდეგ. რაც ობიექტურობას ადგილი ჰქონდა. ფილიპე ლამაზ ალბათ პათხალიმებმა დაარქვეს. ამბობენ ძალამეს კაცი იყო. და ერთ თავისებური ბებიას მოძალან მოყავს. არა იყო სანა პატარა იყო ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ერეთანი როა იხარა. არა პროპორციულად რაღაცა მოწოქები რაღაცა ისე. გამელოდი. ისეთი რამე თუ გინახავს შენ თვალით რომ შენ ვისი გიდიც ხარ, გაიხედე და აწერს კედელზე ძეს ბილ ვასია. უი, არა, ჩემთან წინასწარ, აი გაფრთხილებული მყავს, რომ დაუშვათ ხელებს დავამტრევ, არა. ეს ჩვენ დაჟადი ამბავია, არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ მე შემსწრები ვარ. სხვადასხვა ჯგუფები, ძირითადად ეს ჯგუფები როგორ არიან, იცით, აი ამ ისტორიულ ადგილებში მოსულები. ქართველი გიდი თუ ახლავს და მოუყვა რაღაცა და მე უთხარი ფოტოები გადაიღეთ, გაისეირნეთ ამდენი კედლებზე რამე ამოკაცა. კი, არა, მას არ ეთქვის, მაგრამ ეს მომხდარა ეგეთ რაღაცები და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა წარწერები ჯვრის მონასტერზე. უი? ახლები, ადრე ხო იყოს ზესბლვასა, რაც თქვა გიორგი. ეხლა მაგალითად აი თარიღებით რო ხვდებით, რომ რაღაცა გრუპა ის ვარონეჟან, რაღაც მაგდაბა. ისევ ჩვენი სრილომეზოები. სხვათა შორის არა მარტო. ყველაზე ნაკლებად რუსული წარწერები გვქონდა. კი, ყველაზე ნაკლებად. ეთქობა რაღაც ეს რელიგიური პიეტეტი მაინც აქვთ. ერთმორწმუნე. მაგრამ აი ბოლო პერიოდში შეხვდებით ეგრეთ წოდებულ არაბულ ხვეულას, ანუ არაბსკაევი ასკარო ქვია, კი. შეხვდებით ანუ არაბულად ზეზბილ მუხამედ? როგორც ჩანს, რა. ხვეულა ქვია მაგას? კი, არაბული ხვეულა. დარიჩინის ხვეულა არა და ბულკია ჩური. ვა, აი ახლა ხიცი ხო. მოკლედ, კაია კი არის თავისუფალი ლუდი. ხო, თავისუფალი. არც ჭიქა აქ არც არ გახსენ და არტყი. და თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ. აჰა, არც ჭიქა. და არც ეტიკეტი. ნებისმიერი თემის გართულება არ უყვარს რა. ანუ რაღაცები შეიძლება ვაკეთოთ მარტივად. აი ამის თქმა უნდა კაი აქვს ჩვენთვის. აი დარეკეს არის შემოვიდა ლუდი, აიღე, მიუჭახურე სტუმარს, ეკა გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს. კითხე ისი კითხვაც გინდა, მაგალითად დიახ. ძალიან ხშირად ითხოვს ხო უცხოელი ტურისტი ნიგოზეთში. ბიჭო საიტზე სამწუხაროდ სტატისტიკა არ მაქვს. აი მომზადებული მოვიდეთ. რომ ცოდნოდ აი მომემზადებოდი ციფრებით შეერაღებული მოვიდოდი. არა ამის მთელი მუღამი არის რომ ნუ გართულებ რა. ხო, ნუ გართულებ. გიდობის ამბავსო დაუბრუნდეთ. ხო ჩამოდიან, ეხა უკვე ბევრი ქვეყნის სხვადასხვანაირი ხალხი ჩამოდის და თავის მარშრუტებით ხო მოდიან ხანდახან. აი ეს მინდა. კი. კი, ბევრი. ჩვენი შედგენილი კი არ მინდა აულაბარი, კიროჩნი და რა. ეს მინდა და ეს. კიროჩნი ქუჩა არის სვანცუბაში. აი, კიდი რო არის. თორე დამცინებდით აქ და ვერ მოგიგერიდეთ. რატო ქვია გეტყვით მე ეს ერთი წამი. ყველა ქუჩა იცი? არა, რასაკურველი არა, დედა ჩემი იყო სვანეთის უბნელი და კიროჩნის ეძახდა სიცოცხლის ბოლომდე. ეხა მე მგონი კარგარეთელის ქუჩა ქვია. კირხე იდგა. კირხე, ანუ პროტესტანტული ტაძარი და კირხეს გამოთქოდნენ კირკად. და კიროჩნი, ანუ კირხე რო დგასო, აი ეს ქუჩაო. და კიროჩნი ეგა. ცოტა რუსულიც ცოტა ისა. და კი გიორგი როგორ არა? სად ითხოვე? იცი რა გაჩნია რომელ ქვეყნიდან ჩამოდის? აი ესე მასაფა.
რა სიტყვენ? ჩინელები რა სიტყვენ? ეხლა მაგას გეტყვით. პოლონელები, კი ბატონო. ესტონელები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჩინელები ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი მათ ტურში შედის. ითხრა ჩემი ვერსია სტალინის რასაკვირველია. აი, ჩემი გონდელი რა, ეხე ერთი სიტყვით, რა. თამაშებული. აბა რა. უსიტყვოდ რომ უგებთ. ეგრევე. ახლა გაჩერდი და აცადეს მეორე ვერსიაც მაგრამ ჯერ არა 20 წლის მერე რას მოეწონა 20 წლის მერე აი მაგას ჯერ ვერ ვხვდები რიკოთის გვირაბი თუ რაღაც ჩვენი აშენებულია ხო ჩვენი აშენებულია ნუ ჩინელებთან ეს არის ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია გორი ქალაქი გორი სტალინის მშობლიური ქალაქი და მუზეუმი უნდა იყოს. ბოდიში მარტო გორის შედი და გორის კატლეტი. არა. გორის კატლეტი ჩინელებთან არა. ჩინელები მე არ ვმუშაობ ჩინელები. ერთადერთხელ ვიმუშავე უზარმაზარი ჯგუფი იყო, ჯგუფიც არ იყო, დელეგაცია იყო. არა, 150 კაცი იყო მაშ დელეგაციაში და ეს 150 კაცი ახლდა ჩინეთის ვიცე-პრემიერს. 150 კაციანი ამალით იყო ჩამოსული, იყო ძველი თბილისის ტური, მე ხა ჩინური არ ვიცი, მანდარინი არ ვიცი, მაგრამ მოიყვანეს გოგონა, თვითონ მისი თარჯიმანი იყო, რომელმაც იცოდა რუსული, კარგად ჩინელი გოგონა ახლდა. მე ყვებოდი რუსულად ტურს და უთარგმნიდნენ, იმას უთარგმნიდნენ. მაშინ მე იყო დავით ნარმანია და მინდა გითხრათ, რომ აი დავით ნარმანიამ უფრო მეტი შეკითხვა დამისვა და უფრო აინტერესებდა და ნუ აი საოცარი ინტერესით მისმენდა. არ გამიკვირდა რომ მე ეს თავისი ქალაქი უფრო აინტერესებდა ვიდრე აი აქ რა იყო ადრე, აბა აქ რა იყო ადრე და რაღაც და აი იმას უტარებდი ფაქტიურად ტურს ეგრე გამოვიდა და ეს 150 კაცი ხო სულ ყველანი ოფიციალური პიჯაკები, ჰალსტუხები და აი ნუ გამოწყებილები. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ეცვა სპორტული კოსტიუმი და ბოტასები და ეს იყო ვიცე-პრემიერი. თვითონ, ხო. ძალიან თავისუფლად, ძალიან ესე, აი უშუალოდ, ძალიან გასაკვირი იყო. მე ვიღაცა იმადგან მეგონა ვიცე-პრემიერი, ეს გამოწყობილები რო ჩამ. რომაულ არდადეგებში სპეცსაგენტები რო ჩამონ. აი ზუსტად ეგრე. რატო ეცვა იცი ეგრე? ეგენი ხო ერთმანეთს გვანა, რომ გამოარჩიო, რომ ეს არის ვიცე-პრემიერი. არა, ასაკოვანი ისინი უყურნათ თითქოს ახალგაზრდები იყვნენ. 11 ვიცე-პრემიერია ჩამოსული. კაი, გადავიდეთ მაგალითად ახლა ბალტიის პირელები, ბალტიელებს ძალიან უყვართ ესეთი აი ტრეკები რო ქვია, აი მთაში ფეხით სიარული, ბუნება, ისტორიული ძეგლები კი არიან, ხა როგორ არა, მოწონთ ძალიან. ლიეტუვას უფრო და აგიხსნით რატო? ლიეტუვა ქრისტიანული გახდა მე-14 საუკუნეში. ტევტონთა და გერმანელთა გავლენის გამო. ეს იმდენად აინტერესებთ, რომ 1000 წლით ადრე თქვენ რო ქრისტიანობა მიიღეთ, მე რაო. და აი ამებს ათვალ ხო ძალიან დიდი ინტერესი. ხო, რაღაცა და არა, არა, იცით როგორია. ესეთი კეთილგანწყობილი ტურისტები არიან, ბალტიელები, არაჩვეულებრივი, აი ძალიან უყვართ, ძალიან მოწონთ. ყველაფერს აქებენ. რაღაც ხანდახან ხდება ხოლმე, ნუ რაღაც სერვისი არ მოგვეწონა დაუშვათ რესტორანში, მე დაუშვათ ხო და აი მინდა რომ შევალამაზო ანი მიმტანის რაღაც უხეშება რაც არაფერი მეტყვენ აი მაგას არ მიაქცევთ ყურადღება ჩვენთანაც იგივე აი ესეთი ძალიან კარგად გამოყავთ ძალიან კეთილგანწყობილებია ადრე ერთი 10-15 წლის წინ აი მე რო ვიწყებდი აი ამ საქმეს მაგდენი ხანია რაც კი არ მეტყობა კარგად შენახული რამდენი ადამიანი ყავთ და გზას დაყენებული თუ როგორ ძალიან ბევრი ალბათ ერთი არ ვიცი ვერ გეტყვით შეიძლება 10000 გავწდი 10000 ადამიანი 15 წლის განმახარ ჯგუფებიც ხო შედის ეხა იქ ასკაციანი კი არა 10000 ბევრი ვთქვი ალბათ არ ვიცი ვერ გეტყვით დათო და ამან იცის ხოლმე რაღაც დათულებით რატო გეუბნებით იცით ეს ხო სეზონური სამუშაოა ფაქტიურად ხო მიუხედავად იმისა რომ საქართველოს აქ ფუფუნება მთელი წელი გრძელდება ტურისტული სეზონი ნუ მეტნაკლები აქტივობები ყველაზე აქტიური როდის ყველაზე აქტიური აი ხა დაიწყება ყველაზე აქტიური აი აპრილიდან დავსტაბილურდეს ცოტა ამინდები და გაგრძელდება დაახლოებით აი ნოემბრის 20-მდე. ყველაზე აქტიური. მე არის შესვენება ერთი 10 დღიანი ორკვირიანი და ზამთრის სეზონი, იქ სამთო კურორტები, სამთო ხალხი ან მოთილამურები. არა მგონი, არ ვიცი, აი ვერ გეტყვით მართლა. 15 წელიწადში რომ 100 დღე იმუშაოთ. ხო, აი უხეშად. 100 დღე ცოტაა. გამოდის 1500 დღე. დღეში 6 კაცზე მეტი ხო ყავთ როცა მუშაობ. საშუალო მაჩვენებელი კი? ხო და ეს ცოტა მეტია.
შეიძლება. ანუ გადასახადებს ვიპარავთ. არა, რატო? მე ხო მე გირავენ ტურისტული კომპანიები, რომლებიც იხდიან ამ გადასახადებს. გასაგებია. ეხლა რა მაინტერესებს? ვინ ითხოვს თქვათ სტალინის დედის საფლავზე? არავინ, იმიტომ რომ თითქმის არავინ არ იცის, აი პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსულმა ტურისტებმა ჩინელების თითქმის არავინ არ იცის, რომ სტალინის დედა მთაწმინდაზეა. და მთაწმინდა რომ მოატარეს, არაფისგან არ გაუხედია სტალინი რომ უთხეს ვერ მოუგლიჭეთ იმავი. ხო, ანუ იმანაც არ იცოდა, იქ უთხრეს. არ იცოდა, მაგრამ ვინც გაიგებს, ყველა მოინდომებს იქას. ყველა ჩინელი. ქართლში ვინმე არის პუტინის დედა რომ უნდა რომ ნახოს. მე მყავდა ეგეთი ის მქონდა ეგეთი შემთხვევა და ბიჭორმა მაგარია გუნიანი გაიცი. ხო იყო რაღაცა ვერა პუტინა ხო რა კასპის რაიონი სოფელი გუმბათი თუ მეტეხი სოფელი მეტეხი და რამდენად მართალიაო მკითხესო და არ ვიცოდი ეს ქალბატონი ცოცხალი იყო თუ არა თუ წავიყვანდი იმიტომ რომ იქ ცხოვრებლებს რო კითხოთ მეტეხის ცხოვრებლებს ნებისმიერი ქალი ცოცხალი თუ არა საფლავზე გაიყვანს ზიანია ეს გიდის რეპუტაციული ზიანია რა ეგეთ მაგასაც ვერ გადაამოწმე ხო მე მგონი გარდაიცვალა ხო მეც რაღაცა მე სადღაც წავიკითხე მე მგონი გარდაიცვალა კი ყოფილა ეგეთი ინტერესი მეტიც მე მყავდა რამდენიმე წლის წინ ძალიან ცნობილი რუსი მკვლევარი ჟურნალისტის არტემ ბარავიკის ქვრივი ეს ბიჭი ეს ახალგაზრდა კაცი დაიღუპა აფეთქდა ვერტმფრენში და იკვლევდა ამ საკითხზე მუშაობდა აი ამ პუტინის წარმოშობას და რაღაცას და მისმა მეუღლე ვერონიკა ქვია ამ ქალს მაგრამ უთხრა რომ იმ საბუთებიანად დაიწვაო რაც იტალიიდან ქონდაო ჩამოტანილიო ვიღაც არ ვიცი იქ რა უნდა იტალიიდან რა საბუთები იყო და აქედან ქონდა წაღებული რაღაც ფოტოებიო რა საბუთი მოხდა იტალიაში იტალიელი ჟურნალისტებიც ყოფილან ადრე ჩამოსული არა იტალიელი ჟურნალისტები ხო დაითრიეს რაღაცები და ის იქ იყო წასული ეთყობა შეხვდა იმ ჟურნალისტებს კასპის მაჩის ბიუროდან ქონდათ რაღაცა ეთყობა ან გადააკოპირეს ან რაღაცა და მე გამიგია ესეთი ტურიზმი არ ვიცი რამდენად თქვია, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა მომწერა უკრაინიდან. მაგრამ ჩემ მეგობარს აღმოჩნდა რომ ბებია ყავდა საქართველოში. საფლავის ნახვა უნდათ, კი? საფლავის პოვნა უნდათ. კი, მქონია მე. კი, როგორ არა. კი, ძალიან ბევრი. ტურიზმი არ არის ბიჭო, ეგ საქმე არის. ხო, რით იწყებენ? აი, რით უნდა დაიწყო? არა, რით იწყებენ? საფლავზე უნდა მიიღო. არა, გიორგი, მე მქონდა ეგ შემთხვევა და ესე იგი უნდა ახსოვდეს მიახლოებით მაინც რა უბანში ცხოვრობდნენ. იქ მერე მიხვიდე. არა, იქ უნდა მიხვიდე მერე. რუბენ მამულიანი რო ჩამოვიდა ამერიკიდან და თავის ბავშვობის ეზოში რომ მოვიდა თბილისში და ვიღაც მეზობელი პირველ სართულზე ცნობილი ამერიკელი რეჟისორი სტარამ ჩიკაგო მაგის გადაღებული. და რო შევიდა 100 წლის იყო მე მგონი უკვე რუბენ ჩიკეტატი რო იცნეს. ხო. აი იმ ეზოში იტალიურ ეზოში იყო გაზრდილი. კი, ეგ ცნობილი ამბავია და აი მიდიხარ იმ უბანში და აი უნები აი ესა და ეს ადამიანი. ხო ხართ აქ ძველი მაცხოვრებლები ვინმეს თუ გახსოვთ. აი მანდედან იწყება უკვე უბნიდან იწყება გამოკვლევა. მაგალითად მე და ჩემი მძღოლი ვინც მახდა ტურისტული იმის ვეძებდით ერთი კაცის ბაბუის საფლავს კუკიაზე. ვერ მივაგენით. არა, რაღაცა მიახლოებითო ბავშვობაში. ძალიან ბედნიერი წავიდა, იმიტომ რომ იმ სასაფლაოზე მაინც იყო. კიო, მე არ მახსოვსო სად არისო დაკრძალულიო, თორე ეს აი ისიც გაიხსენა, აქ ვადრეო ტანკი იდგა, აი კუკის სასაფლაოზე. კი, რაღაცა ის იყო წითელ არმიელებს რაღაც საერთოდ. ტანკი იდგა და ნუ ვერ მივაგენით კონკრეტულად იმ ადამიანის პაპის საფლავს ვერ მივაგენით, მაგრამ არის ეგეთ შემთხვევები და ბევრია. ძალიან ბევრია. ეგ რაფის ეგ სერვისი. არაფერი, ჩემთან ახლა ეს ტურისტულ მომსახურეობაში შევიდა და მე გეტყვით რა უნდა ვქნათ. ყველა სასაფლაოზე ერთი უსახელო და უგვარო ის რო გასაფლავი რა გავჩინო. გაჩიტინა. სადაც დეჟურნი საფლავი და იმას დავაწეროთ ხოლმე, ხო? არ მაზა. გრაფიკში ადგენთ კიდები რომ უცებ ორი იმის ბებია და რაღაცის ბაბურო ერთად არ აღმოჩნდნენ. და ეს არის ეგრეთ აღმოჩნდა ესენი უკვე ნათესავები. არ გამოჩნდა. ეს რა ქვია? მოვდივართ თქვენობა. გამყავს უკვე და
აი ჩემები გამოდიან. ერთი ვიღაცა გინდათ რომ ის ყვავილები აარაგოს, უპატრონოს უნდა გავდეს. ცოტა ნაგავი მოაყარა, ახვედით თქვენ ტირილი წრებლე. ერთ საათში მოდის მეორე. რაღაცა მაყობს დაწერს ეს. ხო, დიდხანს თუ დავუშვათ ახლა ოფიციალურ მას აკეთებ განაცხადს სახელმწიფო არქივში, ეგ რაღაც ღირებულება იქნება ახლა. იმიტომ რომ ხო. მაგასაც მე გაგიმზადებ. მაგ სამოცად. აი ეს არიჩირო სამკალი ვიღაცა პოლონელი. ეძებს თავის ხო ნახეთ როგორ ვაკეთებთ რა. სადაც არ ბატის ვერის ხო ძველი. ნახე აი თქვათ პოლონელი ხო ნახულობთ რომელია საბუთალ სასწავლო ერთი ორი პოლონელი რო ასაფლავდა და იქ ნუ აი რაღაცა დაბაჯერებლობა რომ ამას მისავე იცი რაღაცას ლაპარაკობს მე რო ვინმე მყავდეს სასაცილო რო აკეთებდეს დიდ მაყუთებში ვიქნებოდით ახლა ჩაუხუნდებში აი იციან სულ მაგარი ძალიან კაი აზრია მაგრამ გამასრდება რომ აგერ ეკა ეძებს მისვანებულებს ტყვიაშია არ მასავს ეძებს არა ეძებს და პოულო რაღა მე და რაღა ჰაინრიხ შლიმანი ავარია არ ჩავიჭერათ საერთოდ რო არ ყოფილა ქალი თბილისში ნამყოფი ისეთი საფლავი არ ვიპოვა სორის იმ უკრაინელმა მითხრა რომ უხერხულით ხოვნა ხო არა არანაირად აბსოლუტურად არა მე მითხრა ისა საფლავის ძებნა ხო ალბათ რაღაცა დისკომფორტია და გეზარება მეთქი როგორ გიკატები ჩვენი თავარი სიმღერა მაქსიტოებით იწყება მე საფლავის დავედ თავარი სიმღერა აი რა დამთხევა გუშინ ჩვენ ხო საერთო ისენი გვაქვს რაღაცა გვერდები აი გიდინფო ეგეთ რაღაცები ერთ-ერთმა იკითხა ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხო არ ხარ თუ აქო ვინმე ვინც სასაფლაოებზე ტურებს ატარებსო ანუ უხსნის როგორ არის დაკრძალვის რიტუალი და რაღაც ხა მაგალითად საფრანგეთში თქვენი არა საიტებია მთელი ესა და ჩატი რამდენიმე ადამიანს გვაქვს ის ყოფილა რომ გოგოებო დავიკარგე ვერ გამოვიდი ეგეთი რაღაცები ისე რა ყოფილა იცით რომ დაუშვათ აი ვერ ბრუნდებიან ასურაც აგდებს გოგოებო ეს ტურისტი დამეკარგა მიპოვეთ თუ დაუშვათ ჩარჩი ან ყაზბეგში ან სადმე და უცებ აი დასარჩენი ადგილია და აი ამ დროს კითხვას ვაურო აბა თქვენი რეკომენდაციით ვისთან მივიდე ხო და გუშინ იკითხეს ეგეთი რაღაცა და ეს ძალიან როგორ გითხრათ ეხა ცოტა უხერხულია სასაფლაოებზე ძალიან საინტერესო ტური თქვა მაგრამ მე მაგალითად პერლაშეზის სასაფლაოზე ტურზე ვარ ნამყოფი და ხა იქ ოსკარ უაილდი და ჯიმი მორისონი და ეგენი არიან დაკრძალულები და მან ხო ის არის ხერორი კევებს რო წებებენ ეგ არის ხო მანდარი და ეგ კარგი საინტერესო ტურია და ესე იგი არის მოთხოვნა რა ხა ნიკითხეს გიდი ვინმე ხო არ არის ვინც ატარებსო ამათ კი არის კი მოთხოვნა არის კი არა ნახეთ მე თქვენს მაგალითად რას ვიზამ გასვენებებზეც ვატარებ ხო და მე გავყვებოდი ტრადიციული კი ვინის ტურებს რომ გეგმავთხოვე აი მე მაშინ ქორთველში მონაწილეობის გასვენება ქელეხზე დასწრებით რა თქმა უნდა ელეხზე დასწრებით იმაში ამელი უჩქებს არენდომში ამოდგომაზე კი შეიძლება ბავშვებს სურათს დააჭერინებ და მთელი ოჯახი მამოფილია ყვავილები მოაქვთ წარმოიდგინეთ დარასმონ ტურისტებს და თვითონ სამსახურავი ხელში თვითონ ჭირის უფალი ვინც არის ელოდებ ჯერ არ გავაცნოთ ეხა ტურისტები მოდია მოსასვლელი ყვავილებს ეგენი გაიტანა აი ხა ნახე არ არის კარგი აზრი რა ვიცი ეგეთი მე რო უცხოეთში ჩავიდე და ესეც თავის გელები მინდა და მეთქვა რომ აუცილებლად მივიღებ მონაცილებას და სიცილია მithდა მაგრამ ვიღაცა ხომ მიიღებს კი რატო არ შეიძლება ვინმე მართლა დაინტერესდეს კი ქორწი მე არ მიფიქრია მაგარი რაღაცა ისეთი ნიუანსი არის აი ამ რიტუალში ისე მაგალითად კითხვები არის ხოლმე ნაკლებად უჩნდებათ ეხა ეგეთი შეკითხვები მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ნუ ასე თუ ისე ყველგან ერთნაირია და აი სადღაც კათოლიკური ქვეყნებიდან ან რაღაცა არა ქრისტიანული ქვეყნებიდან ეგენი აინტერესებთ სასაკვირველი აინტერესებთ კი და რაღაცა გასვენებაზე ჩვენ შევეჩვევთ რომ იმათ რაღაცა ისინი ეკიდებათ ბეიჯები ხო ვიზიტო არ არის მაგარი ზაკე ინდუსტრია ბიჭო წარმოგიდგენთ არსებობს ისა შოპინგ ტურები აციოზე საცებები
მაგნიტები. სტიკერი. და ვიღაცა თავის ჯგუფელს რო ჩაუტანა. ეს კაცი გასაიცო. სელექტორზე აკრავს. რა დავარქოთ ფურნელ ტური ხო რაღაცა. სელფები უბოსთან. ეგ არ მითხრათ, იმიტომ რომ სხვა ჩოს ეგეთ რიტუალები ქონიათ, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რომელიღაც ქვეყანას ფოტოების გადაღება მიცვალებულებთან და რაღაც ეგეთები. აი გადმოვიღოთ იმათგან ხო? აი გადმოვიღოთ, მართალია, მართალია. ესეთი თემა არის, მაგრამ განდაუვალი რაღაცა არის. ნუ ახლა ხო იცით, ამ სფეროში ვინმე უნდა იმუშაო. მე თუ მოვკვდი, მოიყვანეთ ნებისმიერ რაოდენობის ნებისმიერი უცხოელი. ნახეთ, ახალგაზრდაზე არა. აი ესე დაისვენა საწყალმა. აი ესეთი აი კაფეზე როგორც იყო, ხო? ეს მაგარი, რამდენი ტურისტი იყო ჩასული? მად მომივიდა ეს. ხო არა? 150,000 ტურისტი იყო ჩასული. წარმო, უქელეხო თუ არაფერი, აქ ქელეხსაც დავაზობ. შილა და რა. მცივარზე მისაწებებელი თითო ის რომ მიყიდო. არის 9 მილიონი ევრო. მაცივარზე მისაწებებელი ცხონები. ხო, იყოს თქვათ ისა ესეთი სერვისი რომ განცხადებას რო აქვეყნებენ ათასები რაღაცა და ტურისტები. ხმამწუხარები გაწყობილი. ბულგარეთში მაგნან. და ამას ატან თარგმანს. არა, ნახეთ. ბულგარეთში მაგნან ახი სოფიაში. აპოსტილით დამოწმებული. განცხადებები ფოტოებით. რომ ამა და ამ ადამიანის გასვენება შედგება ამა და ამ დროს კედელზე იყო გამოკლული ქუჩაში, ცენტრალურ ქუჩაში. ეგეთი რამე პირველად ვნახე სოფიაში მაქვს ეგეთი რაღაც. აი, რაც კაის რასაც ნახავ ჩამოდი. აქ დავნერგო არა აქ. მოდი ამით ეს კაიაკის ტური დავამთავროთ. გაბუჭა და ფორჩა აღარ მეკნება. მიდი. აი, ხა იქნება ხმა, იცი რა განსხვავება. რა. რატო არ ქონდა იცი რა ხმა? ხელი მოიგდა და ხელი მოგიდა. მიცი. და არა, მაგრამ ეგეთი დაბიოფიზიკოსი. არა, მე მინდოდა მომეტყუებინე რომ რაღაც ატმოსფერული. დიდი მადლობა კაიაკს. კაიაკი და გადავიდეთ ძალიან საინტერესო ნაწილზე. ამ ნაწილის სპონსორი იყო კაიაკი და გადავდივართ ჩვენ კიდე შევხვდებით. ჩვენ საჩუქარი გოგ თქვენთვის. აი მე მიყვარს საჩუქრები, ძალიან დიდი მადლობა. არაფრის ჯერ დათო. აუ რა მაგარია. ეს არის ნახე, ნიკორა ხორცპროდუქტები. დიახ. ანუ ისეთი გასტრონომიული ტური გეკნა რომ ხორცპროდუქტები მოითხოვეს. აქ არის ვიცი სადაც უნდა წავიყვანო, ხო? კრაკოვული. პოლონეთი უნდა აგერარი. ფრანკფურტერი, გერმანია. ფრანკფურტერი, გერმანია, გინდა აგერარი. ეს არის როსტერი, იგივე კეზეკრაინერი, ავსტრია, გერმანია. ხო. რა გინდა სულო, რა გინდა სპეცი, იტალია გინდა სპეცია. ბავარიული, ესეც გერმანია. ჩალაღაჯი სუფთა ქართული ჩალაღაჯი, იმიტომ ჩ და ღ ისიათად აქვინეს სხვას რომ ეს ჩალაღაჯი წარმოთქვას. კარგი მომეც. ამას გადავდებ. თქვენია, უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა. რომ თვითონ ვიყო წყნარად. და სელფი უნდა გადავიღოთ, ესეთი ახალი ტრადიცია გვაქვს. სანამ სელფის გადავიღეთ, მანამდე ვიტყვი, რომ სელფის შეგიძლია ისინი უკვე დაიმატოს სახლიდან. ხო. და კიდე საჩუქარით შეიძლება სახლიდან, ადრე თუ მარტო ოფისიდან შეგეძლო დაგემატები. ეხა უკვე ბინებს სახლიდან უკვე ბინიდან შეგიძლია დაიმატო. და ბევრი საჩუქარი შეიძლება რომ მიიღო. ხო, ისე. საჩუქარი შეგიძლია მე. გიორგი, გიდია გააქვს, ანუ ვცდილობთ რომ ყოველი სელფი იყოს განსხვავებული. განსხვავებული ხა? ამდენად გიორგი რადგან ზარის პატრონი იყო. ამდენად დღეს გვექნება რა განსხვავება, იცი, ეს სელფი იქნება ცუდი. ამიტომ გიორგი გადაიქება. რამდენიმე იდეა მაქვს. აბა, კაცნაკლული სელფი. კარგი. უნდა წამოდი ხა კარგი. შეროკა გაგდოთ და მე კარგი. თუ კომპილები იქნება. ქალნაკლული სელფი, ეკა რო გავაკეთე. პირიქით ვიღაცა ჩამატებული. სელფი პლუს. სელფი პლუს. სელფი პლუსი. თუ შეიძლება ჩვენ თავზე იქნებით, კი. ეს ფოტოშოპი ჩვენ არ ვიცით ვინ არის ეს გოგონა. იქიდან მოგზადე. აქცია ბოქსელზე. მე დავგვთაგეთ რომ გაგიცნოთ ვინ. ტელეფონი არა გაქვს. აი, აქედან რომ გამოჩნდეს. შენ იგე? თქვენ რო ხელი აწიოთ. აჰა.
კუჩა გიორგი. აი თუ არ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა გეკითხათ ხა როდის იქნება. გამიბეჭდა. იზგირათ მატოვი თუ გლანცი. გლიანცი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მე მინდა გისურვოთ ძალიან ბევრი მაყურებელი და გამომწერი. მადლობა. ძალიან დიდი წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ ფილმზე, პრემიერაზე. და აი ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მაყურებელი რასაკვირველია და ყველაფერი კარგი. რა თქმა უნდა. კაი, ბოლოს გეტყვით რომ თუ რომელიმე იმან ჯგუფის წევრმა იკითხა რომ ქართული YouTube გადაცემა რამე მირჩიოთო დეჟურნი გადაცემა ანუ YouTube ტურს თუ ჩავატარეთ. YouTube ტურს თუ ჩავატარეთ, რა თქმა უნდა, კაცები პატიჟებს პრემიერაზე. აი მე ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა აუცილებლად მოგზადეთ გეწევით. თქვენ ჯგუფთან ერთად. ჯგუფთან. უცო ავაღებინოთ ბილეთზე. ეგ თავისთავად ეხანება, ეგეთები არ გვეშლება გიდებს. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დამთავრებულია, გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის.